ბენდენა როდის შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში? აუ ძალიან დიდი ხანია. რამდენი წლის იყავით რო გაჩუქეს? გელა ჩარკვიანი მამაჩუკა ჩვენს ბავშვობაში მე ვიყავი მე-9 კლასში. ჯერ ესე მქონდა წაკრული და აი კანარის კუნძულებზე რო წავედი 99 წელს 4 წელი ვიყავი და იქ სუნზე იყო რა და იქ რო გავიკეთე აი იქიდან გახდა ჩემი მეგზური თელი ცხოვრებისა. განსხვავებული ჩაცმულობა მოგწონდათ გარდატეხის ასაკში. ნუ რაღაც ბებია ჩემი უმეჩხუბებოდა რანაირად გასვია. მაგალითად მე გეგა ირაკლი, გეგა კობახიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ლევან აბაშიძემიც ვიყავით ბავშვობის მეგობრები, ხშირად ჩხუბი მოგსულია რა ჩვენი რაღაც აი ამ განსხვავებული ქუჩაში მოგდიოდა ჩხუბი, რატო გაცვიათ ასე? არა, რაც გავხართ თუ რაღაცა რა. საყურე მაშინ არ იყო. ერთ-ერთი პირველი ვარ ალბათ ვინც საყური გაიკეთა საქართველოში. ნუ ეგეც ესე ჩხუბის მიზეზი იყო, ჩვენც პასუხობდით ხოლმე რა. ნაცები თუ მისულხართ სახში? კი, ბევრჯერ. განსხვავებით დღევანდელი დროისა და 90-იანების გამეტება არ იყო ისეთი ჩვენ ბავშვობის ჩხუბებში რა. მე ვიგდებოდი სახინგლეში მივდიოდით, ან ლაღიზეში მივდიოდით ხაჭაპურის საჭმელად. ერთგვარი მეგობრობის დასაწყისი იყო. დასაწყისი იყო ხოლმე ჩხუბი და სხვათა შორის აი დანას თუ ხმარობდნენ, ახლა გამახსენდა ერთხელ მხარში დამჭირეს თიცადებდნენ წვერთან, რომ ცუდი ჭრილობა არ ყოფილიყო. რამდენი წლის იყავით რო დაგჭირეს? მე-9 კლასში ვიყავი. ის ძალიან სასაცილო ჩხუბი იყო, თურმე ძმები იყვნენ ტყუპები. მე მარტო ვიყავი, იმათმა მცემეს. და ვხედავ რომ ჩვენ მოვდივართ უკვე, ბევრი ვართ, ის მოდის ვინც მცემა რა. და თურმე იმის ძმა ტყუპისა ჩვენ მცემეთ უდანაშაულო ძმა. და მე რომ მოვიდნენ ორი ძმები, აგვიტყდა სიცილი იმათაც და ჩვენს რა და შევრიგდით. და ძირითადი მომენტი იყო ხოლმე ჩაცმულობაზე და გოგოები უფრო რა, იმიტომ რომ რაღაცა პოპულარულები ვიყავით ჩვენი წრე და მაშინ საბედნიეროდ გოგოებზე თავის მოსაწონი იყო, აი როგორ უკრავ რეპროდუქციებს როგორც ცნობ ხატრების, პოეზია როგორ იცი და არა მაგალითად ამაგარი მანქანა ყავს და რამდენი ხარ და რა საათი გიკეთია. ზდასრულ ასაკშიც მოგსვლიათ ფიზიკური ჩხუბი? ჩხუბი შევწყვიტე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის მერე. რის შემდეგ? ვაკელებთან მქონდა ჩხუბი 1 წლიანი რა, ისინი დაწმინდაზე თუ შეხვდებოდნენ ჩვენ ვცემდით, ჩვენ თუ ვაკეში ისინი გვცემდნენ და ეს გრძელდებოდა დიდხანს რა საკმაოდ. კარანდაშა იყო ესეთი ცნობილი ავტორიტეტი, წარმოიყვანეს უკვე კარანდაშა თურმე რა, ჩვენთან დასატუქსად. და ჩვენ ვიყავით მე ირაკლი ჩარკვიანი და გეგა კობახიძე, ლიზა დავრიშაშვილი იყო, პარიზში ცხოვრობდა და დაბრუნდა საქართველოში. ესენი ისეთი გამწარებული იყვნენ რომ მივიდნენ დედაჩემთან და დათო სადარო და ეჩმა კარგად მისამართი უთხრა და მოგვაკითხეს. ნუ ეგონა რომ მეგობრები იყვნენ. რა თქმა უნდა. და გავიყვანეს იქვე ბაღი იყო პატარა გმირთა მოედანზე. შეგვიყვანეს ამბავში ხედავ კარანდაშა. ხო და ნუ იმან დამარტყა მეც დავარტყი და მე რაღაც გაქაჩვა ირაკლი იქცა თუ რაღაცა და ამან გაჩერდითო რა და ამ კარანდაშას ვეუბნები აუ პრავები არ იყვნენ თუ რაღაცა რა ძველ ბიჭურად მე და კაიო რა დათო რა არცხვენია მე შენსავით უკრავდეო რა პრავი და ლევის ლაპარაკს დავიწყებდიო და მე რდის მომხდება პირველი ტყვია არ ვიციო რა და სწორედ იმ წელს ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიაში და გავიგე რომ მოკლეს და რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე და მისი სიტყვები დავიტოვე გზავნილად რა მესმის პოლიციასთან გქონიათ პრობლემები ხوار დაუკავები ხართ კი ბევრჯერ რის გამო აი პირველი რის გამო პირველი ლაღიძის წყალთან მიდექით მე ლევან აბაშიძე და ირაკლი ჩარკვიანი და აქ რატო დგეხართო და მე გამახსენდა საბერძნეთში იყო რევოლუციური პერიოდი სამთა კავშირი თუ რაღაცა იყო სამი ადამიანი ნიშნავდა მიტინგს და იჭერდნენ და იმას უთხარი სამთა კავშირი ხო არა ვარ თქვი ის ბაიბულში არ იყო რა სულ ხოვდი და სამთა კავშირის გაჩვენებს ჩვენ საგვათრია მალე გამოგიშვეს კი მალე გამომიშვეს მეორეჯერ სულ კონცერტი მქონდა და დამიჭირეს ავტოგრაფებს ვაძლევდი რა საავტორო კონცერტი მქონდა დიდი რატო უნდა წავიყვანეთ და გავეშინჯეთ ნარკოტიკის თრობის ქვეშ იყავით თუ არ ვიყავი რა და ნუ აღმოჩნდა რომ არ ვიყავი ნასვამი ვიყავი და გამომიშვეს მე